საქართველოს პრეზიდენტი საულომე ზურაბიშვილი მომხდართან დაკავშირებით პლატფორმა X-ის საშუალებით ავრცელებს განცხადებას და მისი თქმით მომხდარი არის დე-ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისა და ასევე რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის უგულებელყოფის შედეგი და ამავდროულად მან მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ყურადღება გაამახვილონ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. სოციალურ ქსელში ასევე არაერთი ჯგუფში ვრცელდებოდა სიახლეები მომხდართან დაკავშირებით და სოციალური ქსელის მომხმარებლები ავრცელებდნენ ამბებს, რომ დაახლოებით 150 ტილო არის გადარჩენილი და ამავდროულად იმასაც ამბობდნენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა თანამდებობის პირების გადადგომას ითხოვენ და ასევე აცხადებენ, რომ იმედი აქვთ, რომ მსგავსი ტრაგედია არ ჩაივლის მხოლოდ და მხოლოდ გალერეის დაცვის დაკავებით. ასევე სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა რამდენიმე ვერსია იმისა, რომ წერდნენ სოციალურ ქსელში მომხმარებლები, რომ ნახატები დიდი ხანია შეფარვით გადის შავ ბაზარზე და შესაძლოა ხანძარი ამ დანაშაულის დასაფარადაც გაჩნდა და ასევე ადგილობრივი მოსახლეობა არ გამორიცხავს იმასაც, რომ აფხაზ ხელოვანთა ოქროს ფონდის ადგილას ახლა რომელიმე თანამდებობის პირის სასტუმროც კი აშენდეს და ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ავრცელებს განცხადებას და ისინი ამბობენ, რომ ახლა მნიშვნელოვანი არის, რომ მომხდართან დაკავშირებით დაიწყოს დეტალური და საფუძვლიანი გამოძიება, ხოლო გადარჩენილ 150 ტილოს კი შეაფასებენ რუსეთიდან ჩამოსული ექსპერტები ამ ტილოების მდგომარეობას შეაფასებენ და ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა რუსეთის კულტურის მინისტრმა ოლგა ლიუბიმოვამ და მან ასევე განაცხადა, რომ მომხდარი არის ჰუმანიტარული კატასტროფის ტოლფასი აფხაზი კოლეგებისთვის.